განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენს წინასაუბარში შევეხეთ წმინდა ათანასე ალექსანდრიელის სამწერლობო მოღვაწეობის ერთ უმნიშვნელოვანეს ჟანრს, ასკეტურს და კონკრეტულად განვიხილეთ ამ მხრივ ეპოქალური მნიშვნელობის ნაშრომი ანტონი დიდის ცხოვრება. ამ ძეგლზე ჩვენ რა თქმა უნდა მეც აღარ შევჩერდებით. აღნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ ეს ძეგლი ერთადერთი არ არის ათანასე ალექსანდრიელის ასკეტური ჟანრის თხზულებათა შორის. მეორე ნაწილი ათანასეს ასკეტური მოღვაწეობისა წერილობითი კუთხით ასევე უაღრესად ფასეულია, გარკვეულწილად ისიც ეპოქალური ღირებულების მქონეა, მაგრამ ამ მეორე ნაწილთან ასკეტური ჟანრის ძეგლების მეორე ჯგუფთან დაკავშირებით ათანასე ალექსანდრიელის ავტორობით სერიოზული ფილოლოგიური პრობლემა იჩენს თავს, განსაკუთრებით ავტორობის საკითხთან დაკავშირებით არის თუ არა ის ძეგლი და ის ძეგლები, რომელსაც ჩვენ ახლა განვიხილავთ, ნამდვილად ათანასესეული. ამ მხრივ მკვლევართა თვალსაზრისები ზოგჯერ თანხდება, ზოგჯერ ერთი მეორეს ემიჯნება, მაგრამ ჩვენ ყველაზე უფრო არსებიც, რა თქმა უნდა, გადმოვცემთ და მსმენელს ვაუწყებთ. ეს ნაწილი ძეგლებისა მთელი ციკლია, რომლებიც ეძღვნება კონკრეტულად ქალწულობის საკითხს. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება ქალთა ქალწულობა, იგულისხმება ადამიანის სულიერი ქალწულობა, დაწინდულობა ღვთისადმი, როგორც მამაკაცისა, ისე ქალისა და ამგვარი ქალწულებრივი ცხოვრება საღვთისმეტყველო თვალით განჭვრეტილი ეკლესიის მამათაგან არაიშვიათად განიხილებოდა, უდიდეს ღვაწლად იყო ყოველთვის შერაცხილი ქალწულობა და უმნიშვნელოვანესი საღვთისმეტყველო ძეგლები არის ცნობილი ამ საკითხისადმი მიძღვნილი. შორს რომ არ წავიდეთ, ათანასეს შემდგომ მოკლე ხანში წმინდა გრიგოლ ნოსელი ჭეშმარიტად ფუნდამენტურ ნაშრომს ქალწულობის შესახებ წერს, ქართულადაც გახლავთ თარგმნილი წმინდა ექვთიმე ათონელის მიერ, ისევ როგორც უფრო მოგვიანებით წმინდა იოანე ოქრობირი, სხვა მოძღვარნი ქალწულობის საღვთისმეტყველო თვალით განხილველნიც და ქალწულობის ხოტბის შემსხველნიც ერთსულოვანი არიან იმ შეფასებაში, რომ ქალწულებრივი ღვაწლი ჭეშმარიტად ანგელოზურ ცხოვრებას ემსგავსება, ანგელოზთა თანასწორად წარმოაჩენს მოღვაწე ქალწულს და მისი სულიერი მადლი, ქალწულებრივი ღვაწლის სულიერი მადლი ადამიანს ამქვეყნადვე ზეცის მოქალაქედ ჰყოფს. აი ამ მიმართულების, ამ თემატიკის ნაშრომთა შორის ეკლესიის ისტორიაში რაც კი ცნობილია, გამოიყოფა ჯგუფი ძეგლებისა, რომლებიც სხვადასხვა მონაცემებით სწორედ წმინდა ათანასე ალექსანდრიელის სახელს უკავშირდებიან და ჩვენს მიერაც ისინი ასე ერთ ციკლად იქნება განხილული. ჯერ უნდა დავიწყოთ იმის აღნიშვნით, რომ ზოგადად ამ თემატიკაზე ათანასესგან წერილობით საღვთისმეტყველო განმარტების მოწოდება ცნობილია იმავე მეოთხე საუკუნიდან, როდესაც ნეტარი იერონიმე თავის შრომაში ბრწყინვალე კაცთა შესახებ, კერძოდ 87 თავში, არაურაზროვნად მიუთითებს იმას, რომ ათანასე ამ საკითხს, ქალწულობის საკითხს, არაერთგზის შეხებიაო. ასე რომ ისტორიული ცნობა ათანასესგან ამ საკითხის დამუშავებისა სრულიად უეჭველია. ახლა ვნახოთ, როგორი ფაქტობრივი და ხელნაწერული მონაცემები გვაქვს აღნიშნული კუთხით. პირველ რიგში უნდა დავასახელოთ ათანასეს შრომებს შორის შემონახული ხელნაწერთა მიერ ათანასეს შრომებში ჩართული ძეგლი სახელწოდებით ქალწულობის შესახებ. ეს ძეგლი კარგახანია ინტენსიური შესწავლისა და ურთიერთპოლემიკის საგანი გახდა. პირველი გამომცემლები, ვინც იყვნენ ამ ძეგლისა, ცნობილი ბენედიქტენელები, ეჭვის ქვეშ აყენებდნენ მის კუთვნილებას ათანასესადმი, ათანასესეულობას, რადგანაც მიუთითებდნენ, რომ ბევრი ადგილი ამ ძეგლისა განსხვავებული ჩანს ათანასეს სამწერლობო სტილისა და ტერმინოლოგიისგან. მაგრამ ვინც ეს ძეგლი პირველად სრულყოფილად გამოსცა მეცნიერული გამოცემის კუთხით, ესე გერმანელი მკვლევარი იყო ასეთი გოლცი, მე-19 საუკუნის მიჯნაზე, აი ეს მკვლევარი, როგორც იტყვენ, გააფთრებით იცავდა ამ ძეგლის ათანასესეულობას, რომ ნამდვილად ავთენტურია ეს ძეგლი ათანასესგან არის დაწერილი. ბოლო ხანებში ცნობილი მკვლევარი, ფრანგი მკვლევარი ობინო, რომელიც
არაერთი საეკლესიო მოღვაწე შრომით დაინტერესებულა და ღრმა და საფუძვლიანი გამოკვლევა მიუძღვნია, თუნდაც ჩვენს მიერ ზემოხსენებული წმინდა გრიგოლ ნოსელის ნაშრომი ქალწულებისათვის სწორედ მან გამოსცა მართლაც ფუნდამენტური გამოცემის სახით. აი ეს მკვლევარი დეტალურად და ანალიტიკურად შეეხო ხსენებული ძეგლის რაობას, შეისწავლა ეს ძეგლი და დასკვნა გამოიტანა, რომ იგი ათანასესეული არ უნდა იყოს. მისი გამკვლევრის დასკვნა დაახლოებით იმავე არგუმენტს ეფუძნება, რასაც ზემოხსენებული ბენედიქტინელებისა, რომ ძეგლის სტილი და განსაკუთრებით მისი ლექსიკონი გარკვეულ და მნიშვნელოვან სხვაობას ავლენს ათანასეს ნამდვილი შრომების სტილისა და ლექსიკონისგან. ამ კუთხით ასეთი რაღაც მათემატიკური აღრიცხვაც აწარმოა ხსენებულმა მკვლევარმა და დაადგინა, რომ ამ ნაშრომში 31 სიტყვა საერთოდ არ გვხვდება ათანასეს რომელიმე სხვა შრომაში, არ და ათანასეს ლიტერატურული მემკვიდრეობა საკმაოდ მოცულობითია. ეს პატარა წიგნი, როცა ასეთ სხვაობას თუნდაც ლექსიკონის დონეზე ავლენს, რა თქმა უნდა, დამაფიქრებელია. მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ფილოლოგიური თვალსაზრისით ათანასესეული ეს ძეგლი, ამ ნაშრომის ავტორიტეტი და ამ ნაშრომის მნიშვნელობა არ მცირდება, რადგანაც მას ეს გამორჩეული როლი და მნიშვნელოვანი ადგილი უკვე მოპოვებული აქვს საეკლესიო და კონკრეტულად ასკეტიზმის ისტორიაში. ესაა ძეგლი გარკვეული ნიშნით, გარკვეულწილად სახელმძღვანელოს ტიპისა, იმის შესახებ და იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აღასრულოს ქრისტიანმა ქალწულებრივი ღვაწლი. ნაშრომში მოცემულია საკმაოდ დეტალური ინსტრუქციები იმ მოვალეობათა და იმ ქცევათა შესახებ, რაც უნდა გააცნობიეროს და რაც უნდა ახასიათებდეს ქალწულს, იგივე ქრისტეს სწავლს. აქვეა საუბარი ლოცვითი მოუკლებლობის აუცილებლობის შესახებ, რაც საზოგადოდ განუყოფელია ასკეტური მოღვაწეობისგან. რაც შეეხება თარიღს ამ ძეგლისას, თვით თხზულებაში რაიმე ხელმოსაჭიდი ადგილი ამ მხრივ არ არსებობს, რაც ესე იგი განგვასაზღვრინებდა ნაშრომის დაწერის მიახლოებით ეპოქას მაინც. ასე რომ ამ ძეგლის როლი კვლავ რჩება იგივე, რაც საუკუნეთა მანძილზე იყო, რომ ქალწულებისათვის დაწინდულ და ქალწულებრივი ღვაწლისათვის გამზადებულ მოღვაწეს აუცილებელი სახელმძღვანელო რჩევები მიაწოდოს და თუ ჩვენ წერილობითი თვალსაზრისით ამ ძეგლის ათანასესეულობას არ ვიღებთ, თვით სწავლება მასში მოცემული უეჭველად ათანასესგან მომდინარეა, როგორც ჩანს ზეპირგადმოცემითი გზით, რაც არაიშვიათად იყო ნიშანდობლივი ეკლესიის მამათა პედაგოგიური, მოძღვრული მოღვაწეობისთვის და როგორც ჩანს გვიან იქნა ფიქსირებული. ასეა თუ ისე ეს ძეგლი ერთ-ერთი ნაშრომთაგანია, რომლებიც ქალწულების თემას ეძღვნება და რომლებიც ხელნაწერების მიხედვით, ან და ამა თუ იმ ცნობის მიხედვით ათანასეს სახელსაც უკავშირდება. ასეთი ძეგლია კიდევ ერთი, რომლის ფრაგმენტებიც კოპტურათაა მოღწეული. ჩვენ აქ რამდენიმე კოპტურ ხელნაწერზე გვექნება შემდეგში კიდევ საუბარი და თუ ჩვეულებრივ თავს ვიკავებთ მკვლევართა დასახელებისგან, იმიტომ რომ ეს ტვირთავს ასეთ საუბრებს, ამჯერად ალბათ მაინც უპრიანია დავასახელოთ მკვლევარი, რომელმაც ეს სხვა მასალა კოპტური ხელნაწერებიდან დაამუშავა, შეისწავლა და ათანასეს კვალი კოპტურენოვან საეკლესიო ლიტერატურაში კონკრეტულად ქალწულების საკითხისადმი მიძღვნილ ნაშრომთა შორის თითქმის ამომწურავად გამოავლინა ეს გახლავთ ცნობილი ლეფორ, რომელმაც პირველ რიგში აი ეს ძეგლი შეისწავლა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ფრაგმენტები, უფრო სწორად კოპტური ფრაგმენტები ძეგლისა, რაც ცნობილია სახელწოდებით ეპისტოლე ქალწულთა მიმართ. დღევანდელი სახით ის დაახლოებით 65 გვერდს მოიცავს, თუმცა ესა კვლავ ხაზს გაუსვამთ მხოლოდ ფრაგმენტები მთლიანი ნაშრომისა. არაა გამორიცხული, რომ ეს ძეგლი უკავშირდებოდეს წინარეს და მასთან გარკვეულ ერთიანობას ქმნიდეს. ეს უკანასკნელი, ესე იგი ეს მეორე ნაშრომი ქალწულობისადმი მიძღვნილი კოპტურ ფრაგმენტებში შემონახული, აშკარად ჩანს გამოყენებული ცნობილი წმინდა ამბროსი მედიოლანელის მიერ, ისევე როგორც სახელგანთქმული კოპტი მეუდაბნოის შენუთა ატრიპელის მიერ, რომელსაც ჩვენ თავის დროზე შევეხებით. კერძოდ ამბროსი მედიოლანელმა
ამ ძეგლიდან ამოიღო საკმაოდ ვრცელი ადგილი, რაც ციტატის სახით თუ ციტატის გარეშე მთლიანად შეიტანა თავის ნაშრომში ქალწულთა შესახებ. ამბროსისაც ამ თემაზე სპეციალური ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. ამბროსი არ ასახელებს თავის წყაროს და მეორე გზისაც ახდენს ციტირებას აღნიშნული ნაშრომისას, თუმცა ამ მეორე შემთხვევაში იგი უკვე უთითებს წყაროს და ამბობს, რომ ეს ციტატა მოტანილია არქიეპისკოპოს ათანასეს წერილებიდან. აი ამ ძეგლის, რომლის ციტატა ასე ურცლად და ურგზის ამბროსისგან მოტანილი და მეორე შემთხვევაში წყაროცაა მითითებული, აი ეს ძეგლი ფრაგმენტების სახით აღმოაჩინა კოპტურად ლეფორმა, თუმცა კოპტურ ხელნაწერს სამწუხაროდ სწორედ დასაწყისი აკლია ხარვეზის გამო და ჩვენ არ შეგვიძლია დავადგინოთ კოპტურში ავტორად ათანასე იყო თუ არა მითითებული, ანდა სახელი რა ჰქონდა ამ ძეგლს. თუმცა ასეთი ინფორმაციაც შეგვიძლია დავურთოთ ყოველივე ზემოთქმულს, რომ მცირედით მოგვიანებით, კერძოდ მე-6 საუკუნის შუა წლებში ამ პერიოდის ცნობილმა მოღვაწემ ეფრემ ანტიოქიელმა, რომელიც 554 წელს აღესრულა, მოიხსენია ათანასეს ეს შრომა ეპისტოლე ქალწულთა მიმართ. იგი იხსენიებს, უთითებს ამ შრომას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ძეგლი სავსებით შესაძლებელი ათანასესი იყოს. ამიტომაა, რომ თვით ლეფორი, რომელმაც ეს კოპტური ფრაგმენტები გამოავლინა, უეჭვოდ თვლის ამ ძეგლის ათანასესეულობას, ათანასესგან მის მომდინარეობას და ამას ალბათ ადასტურებს თვით ასკეტური მოძღვრების გადმოცემის ის უბადლო და უაღრესად მადლმოსილი და ნიჭიერი ფორმა, რაც ამ ძეგლს აქვს და განსაკუთრებით ის საღვთისმეტყველო სიმაღლე, კერძოდ ქრისტოლოგიური მოძღვრება ძეგმერთის ადამიანურ ბუნებასთან ჰიპოსტასური შეერთების შესახებ. ეს მონაკვეთი აღნიშნული ძეგლისა უეჭველად დიდ ღვთისმეტყველზე მიგვითითებს, ასეთად კი ცხადია ათანასე ალექსანდრიელი ნამდვილად ჩანს. ეს მეორე ძეგლი ქალწულების თემაზე მიძღვნილი, კიდევ მესამე სახელწოდებით სიტყვა ქალწულობის შესახებ, რომელსაც მკვლევართა მითითებით ასევე დიდი შანსი აქვს, ეს მკვლევართა სიტყვებია, დიდი შანსი აქვს, რომ ათანასესეულად იქნეს ცნობილი. ესე იგი, დიდი ალბათობაა, რომ ეს მესამეც მეორის მსგავსად ათანასესეულად ჩაითვალოს. ცნობილია ამ ძეგლის და გამოქვეყნებულიცაა ვრცელი სირიული ფრაგმენტი, ესე იგი სირიული თარგმანის დიდი მოცულობის ფრაგმენტი აღმოჩენილია და გამოქვეყნებულია, ხოლო მთელი ტექსტი, სრული ტექსტი შემონახული გახლავთ სომხურ თარგმანში და ისიც გამოცემულია. სირიulis გამომცემელიც და სომხური ტექსტის გამომცემელიც ორივე მკვლევარი შეთანხმებულია იმაში, რომ ძეგლის თავდაპირველი ენა არის ბერძნული და რომ სომხურის და სირიულიც არის თარგმანები. ამ ძეგლში ავტორი არ მიმართავს რომელიმე კონკრეტულ ქალწულს, როგორც ეს ზემორი ძეგლთან დაკავშირებით ჰქონდა, ესე იგი რაღაც მიმართვიტი ფორმა მას ნაკლებად აქვს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ზოგადად ყველა ქალწულს მიმართავს ძეგლის ავტორი, ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ ქალწულობრივი ღვაწლი აღასრულონ. საყურადღებოა ისიც, რომ ამ ძეგლში ავტორი არ განიხილავს ქალწულებას, როგორც სამონასტრო ცხოვრების აუცილებელ სახეობას. არამედ ძეგლში ნაგულისხმევი ქალწულები, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ოჯახებში ცხოვრობენ, მაგრამ ქალწულებრივ ღვაწლს შედგომილნი არიან. აი ამგვარ ადამიანებს ძეგლის ავტორი მიიჩნევს და რაცხს ქრისტეს სძლებად, ქრისტესთან ხელშეკრულება დადებულებად, ესე იგი რომლებმაც შეთანხმება დადეს ქრისტესთან ქალწულობის დაურღვევლობის შესახებ და ეს ხელშეკრულება, ეს შეთანხმება, რა თქმა უნდა, მათი აღთქმით ძალაში უნდა იყოს სიკვდილამდე. ავტორი ძეგლისა ქალწულთა ცხოვრებას უწოდებს ანგელოზურს, როგორც ადრეც აღნიშნავდით, სთავაზობს მათ და ურჩევს მათ, რომ თავი შეიკავონ აბანოებისგან, წარმართული სიამეებისგან, დაიცვან და შეიკრძალონ დუმილი, გაიწვრთნან თავი საღვთო წერილის კითხვაში, ფსალმუნთა გალობაში, ფიზიკურად იმუშაონ, რომ მათთვის საჭირო ყოველივე თვითვე მოიპოვონ, თუმცა ეს მონაპოვარი არ უნდა სცდებოდეს სიღარიბეს, ესე იგი სიღარიბეზე მეტი არ უნდა იყოს. როგორც საერთოდ ამ ჟანრის ძეგლებს და ამ თემატიკის ძეგლებს ჩვევიათ და ამის ნიმუში ძალიან ბევრია, ნიმუშის მისაცემად და
მართებული სამიზნის და ორიენტირის განსაზღვრისათვის ჩვეულებრივ ძეგლის ავტორები იწყებენ ძველი აღთმის ღირსეულ მოღვაწეთა მაგალითის მოხმობას, ახალი აღთმისას და სწორედ მათ წარმოაჩენენ ქალწულებრივი ღვაწლის მესაფუძვლეებად. ამ ძეგლშიც ამგვარი ვითარება ავტორი საკმაოდ ვრცელ სიას მაგალითებისას ქალწულობასთან დაკავშირებით მოუხმობს ძველი აღთმიდან. მოტანილია ციტატებიც, რა თქმა უნდა, საღვთო-წერილიდან, სხვათა შორის საინტერესოა, რომ ეს ციტატები სეპტუაგინტის ბერძნული თარგმანიდანაა, ესე იგი თარგმანი, რასაც სეპტუაგინტა ეწოდება და ამ დროისთვის იგი დამკვიდრებული ჩანს უკვე, რა თქმა უნდა, ცხადია. აქვე საეკლესიო ლიტერატურის ისტორიისთვის საყურადღებოა, რომ მოტანილია ვრცელი ნაწყვეტი ცნობილი ჰაგიოგრაფიული ძეგლიდან პავლესა და თეკლას საქმენი, რაც სხვათა შორის ძველ ქართულადაცაა თარგმნილი, ილია აბულაძისგან გამოცემული გახლავთ. და ეს ციტირებაც, თუმცა საკუთრივ ქალწულებასთან დაკავშირებით არა, მიუხედავად ისა, რომ თეკლა ქალწულებრივი ღვაწლის ამრჩევია, არამედ ჰაგიოგრაფიული, მარტვილოლოგიური ლიტერატურის უფრო უკეთ შესწავლის ასპექტით მნიშვნელოვანი გახლავთ და ამ ძეგლის ღირსებას ესეც შეადგენს. დავძენთ, რომ თვით ძეგლის სირიული ფრაგმენტის შემცველი ხელნაწერი საკმაოდ არქაულია, მე-6-მე-7 საუკუნეებს მიეკუთვნება და ეს ხელნაწერი ამ ძეგლს უყოყმანოდ ათანასეს აკუთვნებს. რაც შეეხება სომხურ თარგმანს, რომელიც სრულყოფილ ტექსტს გვაწვდის, აი ეს თარგმანი სომეხ მკვლევართა აზრით მე-6 საუკუნეშია შესრულებული ბერძნულიდან და ათანასესეულობა მართალია სომხურში პირდაპირ მითითებული არ არის, მაგრამ ისიც საგულისხმოა, რომ სომხურად ეს ძეგლი დაცულია იმ ძეგლთა შორის და იმ ხელნაწერში, რომელიც ათანასეს ავტორობით ცნობილ ნაშრომებს შეიცავს. მკვლევრები მიუთითებენ, რომ არც შინაარსობრივად ჩანს რაიმე დაბრკოლება იმაში, რომ ეს ძეგლი განუკუთვნოთ ჩვენ წმინდა ათანასე ალექსანდრიელის სახელს. ასე რომ ზემორე ეპისტოლე ქალწულთა მიმართ და ეს ძეგლი სიტყვა ქალწულობის შესახებ მკვლევართა უდიდესი ნაწილისგან, როგორც აღნიშნეთ, ათანასესეულად ითვლება. მეოთხე ამავე ჟანრის და ამავე კატეგორიის, ამავე ყაიდის ძეგლი იმავე ზემოხსენებულ სირიულ ხელნაწერში გახლავთ დაცული და მას ასე ეწოდება ეპისტოლე ქალწულთა მიმართ, რომლებიც იყვნენ იერუსალიმში მოსალოცად და დაბრუნდნენ იქედან წმინდა ათანასესგან, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისგან. ესაა სრული სათაური ამ ძეგლისა, რომლის პირველ ნაწილში ავტორი იხსენებს ბეთლემსა და იერუსალიმში საგრობას, ანუ პილიგრიმობას, ლოცვით მოგზაურობას სარწმუნოებით გულანთებული ქრისტიანებისას, რომელთაგან ერთი ჯგუფი ქალწულებისა უკან დაბრუნდა. შემდგომ ძეგლის ავტორი სინანულს გამოთქვამს მათთვის, რომ მათ დატოვეს წმინდა ადგილები, თუმცა ამავე დროს არწმუნებს მათ, რომ ძალუძთ მარადის მაცხოვართან უფალ იესო ქრისტესთან ერთად მკვიდრობდნენ თავიანთი წმინდა ცხოვრების გზით. ეს პირველი ნაწილი ამ ძეგლისა, ხოლო მეორე ნაწილი უკვე საკუთრივ ქალწულობის შესახებ ნაშრომს წარმოადგენს და აგრეთვე ამავე ნაწილში გადმოცემულია საკმაოდ დეტალური, საკმაოდ კონკრეტული, დაკონკრეტებული, წესგანგებანი ქალწულობასთან დაკავშირებით, ესე თუ როგორ უნდა ვიღვაწოთ და როგორ აღვასრულოთ ქალწულობა. უპირველესად ძეგლის ავტორი გვირჩევს, რომ განსაკუთრებული მღვიძარება და სიფრთხილე ჰქონდეს ეშმაკეულის და ეშმაკთა მიმართ. აღწერილია ძეგლში მათი დაპირისპირება ჭეშმარიტების გზაზე დამდგარი ადამიანებისადმი, აგრეთვე შემდგომ ნაწილში ასახულია და აღწერილია ეს ქცევითი ნორმები, რასაც ქალწული ეკლესიაში უნდა იცავდეს, რომ მას უნდა ჰქონდეს სიდინჯე, ზომიერება, სათნოება და ასე შემდეგ. ძეგლში უარყოფითი დამოკიდებულებაა გამჟღავნებული რაიმე გრძნობადობის მკვეთრ გამოვლენებასთან დაკავშირებით ქალწულთა შორის და როგორც სხვა ჩვენს მიერ ადრე განხილულ ძეგლებში, ამ ძეგლშიც დაგმობილია ერთობლივად ცხოვრება სხვადასხვა სქესის ასკეტებისა, ესე იგი ერთი სახურავის ქვეშ, ერთ ჭერქვეშ მათი ცხოვრება. მკვლევართაგან ითვლება, რომ ტექსტი ამ ძეგლისა, რაც სირიულადაა მოღწეული, ბერძნულიდან მომდინარეობს, თვით ის სირიული ტექსტი ჩვენამდე შემონახული პირველ
ტექსტი თარგმანის არ უნდა იყოს, ის გადანაწერი ჩანს აღკარად, ესე იგი უფრო ადრინდელი თარგმანი უნდა არსებულიყო, ტექსტი უფრო ადრე უნდა ყოფილიყო თარგმნილი, რაც შედარებით გვიანდელი ხელნაწერებით შემოგვენახა. მკვლევარები, რომლებსაც ზედმიწევნით აქვს შესწავლილი ათანასე ალექსანდრიელის სტილი, მიუთითებენ, რომ ამ ნაშრომის სტილიც ყველა ნიშნით, ყველა დამახასიათებელი ნიშნით თან ხვდება ათანასესეულს. საერთოდ ათანასეს სტილის ნიშნებად ძირითადად მიიჩნევა სამი: სიცხადე, სიზუსტე და სიმარტივე. და თვლიან, რომ სამივე ეს ნიშანი სტილისა მკვეთრად ჩანს ხსენებულ ძეგლშიც, რითაც თითქმის სარწმუნო ხდება, რომ მისი ავტორი წმინდა ათანასე ალექსანდრიელი უნდა იყოს. ეს გახლავთ მეოთხე ძეგლი. მიუთითებთ აგრეთვე მეხუთე ნაშრომზე, რომელიც ასევე კოპტურათაა წერილის სახით, ეპისტოლის სახით შემონახული და წარმოშობით მკვლევართა უდიდესი ნაწილის აზრით უეჭველად ათანასესეული. ესაა ძეგლი, რომელსაც ეწოდება სიყვარული და თავშეკავება. ის დაცულია მე-11-მე-12 საუკუნეების ხელნაწერში და ასე არის დასათაურებული. წერილი ან და ეპისტოლე ჩვენი წმინდა მამისა, ყოვლითურთ ღირსეულისა, ამბა ათანასესი, მთავარეპისკოპოსისა ალექსანდრიისა, სიყვარულისა და თავშეკავების საკითხის შესახებ. ჩვენს მიერ ზემონახსენებმა კოპტურენოვანი ტექსტების დიდმა სპეციალისტმა ლეფორმა ცხადად აჩვენა, რომ ეს წერილი უკავშირდება სხვა ძეგლს, კოპტურად შემორჩენილ ვრცელ შეგონებას, რომელსაც სათაურად ასე ეწოდება. ესე იგი, ეს ძეგლი ძალიან თან ხვდება გარკვეულ ნაწილში და თითქმის სიტყვასიტყვით ემთხვევა მეორე ძეგლს, ასევე კოპტურად დაცულს, სახელწოდებით კატეხიზმო, წარმოთქმული ჩვენი ყოვლადღირსეული და წმინდა მამის ამბა პახუმის მიერ, რომელიც იყო წმინდა არქიმანდრიტი და რომელმაც წარმოთქვა ეს კატეხიზმო მაშინ, როდესაც მისმა ძმა მონაზონმა მეორე მონაზონის მიმართ მრისხანება გამოავლინა. პახუმი დიდზე ჩვენ საკმაოდ აგვინიშნავს, შეგახსენებთ, რომ იგი იყო ანტონის შემდგომ ერთ-ერთი უდიდესი განდეგილი, ანტონის მოწაფე და თუ ანტონი დიდმა ფაქტობრივად დააფუძნა ანაქორეტული განდეგილობა, ანუ განშორებული განდეგილობა, მესენაკეობითი განდეგილობა, როცა თავის დამოუკიდებელ კელიაში ან და ღვთივ შექმნილ რაღაც ბუნებრივ სამკვიდრებელში ეს ნაპრალი იქნება თუ გამოქვაბული თუ სხვა დამოუკიდებლად ასკეტური ღვაწლის აღსრულება, აი ესა ანტონისგან დაფუძნებული ანაქორეტული, ანუ კელინური განდეგილობა, მაგრამ პახუმი აფუძნებს სამონასტრო ტიპის განდეგილობას, ეგრეთ წოდებულ კენობიტურ განდეგილობას. ჩვენ ადრე აგვინიშნავს, რომ კვინობი, ძველი ქართული, ანუ ბერძნულად კოინობიოს ნიშნავს მრავალი განდეგილის ერთობლივ საცხოვრებელს. და ეს კვინობი ფაქტობრივად მონასტრის წინასახია. სწორედ ეს პახუმი იხსენიება და იგულისხმება აღნიშნულ შემთხვევაში, რომლის მითითებულ ძეგლშიც მთელი მოზრდილი მონაკვეთი სიტყვასიტყვით ემთხვევა, როგორც აღნიშნეთ, ჩვენს მიერ განსახილველ ძეგლს, ათანასეს ავტორობით ცნობილს, სიყვარული და თავშეკავება. ინტენსიური პაექრობა მკვლევართა შორის მიდიოდა იმაზე, თუ რომელი უნდა იყოს პირველადი, რომელი უნდა უძღოდეს წინ მეორეს, ათანასესეული თუ პახუმისეული. ამ ბოლო დროს მკვლევარება უფრო იქეთკენ იხრება, რომ ხსენებული ძეგლი ათანასეს დაწერილი ნამდვილად უნდა იყოს. თუმცა არის მკვლევართა ნაწილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ძეგლი შესაძლოა კოპტურ ენაზე იყოს დაწერილი. ეს გახლავთ მეხუთე ძეგლი ამ ჟანრისა. აქვე მიუთითებთ მეექვსე ძეგლსაც, რომელიც იმავე ლეფორისგან არის აღმოჩენილი და მნიშვნელოვან აღმოჩენად ითვლება ეს ამ ძეგლის გამოვლენა, რაზეც ახლა ვისაუბრებთ. კერძოდ ლეფორმა თეთრი მონასტრის ერთ ხელნაწერში აღმოაჩინა ძეგლი, რომლის 2/3 წარმოადგენს ფსევდოკლიმენტინურ ეპისტოლეს, პირველ ეპისტოლეს ფსევდოკლიმენტინურს მიმართულს ქალწულებისადმი. ჩვენ ფსევდოკლიმენტინურ ლიტერატურაზე თავის დროზე გვქონდა მსჯელობა, ამჯერად არ გავაგრძელებთ ამ კუთხით საუბარს, ხოლო დავნიშნავთ, რომ ესაა ის ლიტერატურა, რომელიც აპოკრიფულად უკავშირდება კლიმენტი რომაელის სახელს, სინამდვილეში მას არ დაუწერია. ძეგლი კოპტურ თარგმანშია მოგწეული, როგორც აღნიშნეთ და ამ თარგმანში იგი მიკუთვნებულია წმინდა ათანასესადმი. ლეფორი იცავს ამ ძეგლის ათანასესეულობას, თუმცა სხვა მკვლევარი ამის შესაძლებლობას უარყოფს. თუმცა როგორც არ უნდა იყოს, ეს კოპტური ვერსია მეტად ძველია
და გაცილებით უფრო სარწმუნოა და სანდოა ვიდრე სირიული ტექსტი. ძველად ეგვიპტური მონასტრების წევრებმა იცოდნენ ეს ეპისტოლე, იყენებდნენ მას, რასაც სხვათა შორის ის მონასტერიც ადასტურებს, სადაც ეს ძეგლი გამოვლინდა, კერძოდ თეთრი მონასტერი, რომელიც თარიღდება სწორედ მე-4-მე-5 საუკუნეებით. და ისიც, რომ ასეთ უადრეს ეპოქაში ამ ძეგლს იმოწმებდნენ, დასტურდება ზემოხსენებული შენუფთა ატრიპელისგან, ისე როგორც მისი მიმდევრის და მისი გამგზელებლისგან, სახელით ბესა, რომლებსაც ციტატის სახით მოაქვთ კოპტური ტექსტი და ესე იგი ადასტურებენ, რომ ამ დროისათვის კოპტურად ეს ძეგლი არა უბრალოდ არსებობდა, არამედ გამოიყენებოდა და დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მოპოვებული. დაბოლოს ძეგლი, რომელიც 1959 წელს გამოაქვეყნა ლეფორმა, უпроსტად ესეც კოპტური ფრაგმენტებია, კიდევ სხვა შრომისა ქალწულების შესახებ, რაც აქამდე უცნობი იყო და რაც მომდინარეობს ზემოხსენებული შენუთა ატრიპელის მონასტრიდან. ძეგლის სრული სახელწოდება თავს იჩენს ხელნაწერის შუაში 95 გვერდზე და ეს ხელნაწერის სათაური ასეთია: აჰა და აი, განაწესები და რჩევები ქალწულთა მიმართ მოცემულნი ამბა ათანასე მთავარეპისკოპოსისგან. ამ ფრაგმენტში, რაც ჩვენამდე მოუწეულია, ქალწულება წოდებულია როგორც საღვთო სათნოება, ღვთიური სათნოება, აგრეთვე როგორც ეკლესიის სიმდიდრე და სხვერპლშეწირვითი საბოძვარი განკუთვნილი ღვთისადმი, იმიტომ რომ ვინც ქალწულობის ღვაწლს გასცემს, ის თავის ქალწულობას და უბიწოებას სხვერპლად იღებს ღვთის წინაშე. მართალია ქალწული ესაა ქალი ბუნებით, ჩვეულებრივ ამ შემთხვევაში ქალწულებზე აქცენტი, მაგრამ იგი თავისი თავისუფალი არჩევანით და მყარი გადაწყვეტილებით ბევრზე მაღლა დგება და წარმართავს უკვდავ ცხოვრებას თავის მოკვდავ სხეულში. მიჩნეულია, რომ ამ ძეგლში გამოხატული თვალსაზრისები და გადმოცემული სწავლებანი სავსებით სრულ შესაბამისობაშია წმინდა ათანასე ალექსანდრიელის სხვა შრომების სწავლებებთან, რაც ამ ძეგლის ათანასესეულობას საკმაოდ სოლიდურ წინაპირობას უქმნის. გმადლობთ ყურადღებისათვის.